იტალიის ენერგობაზრის დივერსიფიცირების მიზნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ ვიზიტი შედგება მაისი-ივნისის პერიოდში და ნაწილია მხარეთა შორის არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებისა. ენერგეტიკის სფერო ფართოდ განიხილება როგორც ბაქოს და რომის ურთიერთობების ძირითადი ღერძი, რაზეც დაფუძნებულია მხარეთა დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირები. აზერბაიჯანი იტალიას ბუნებრივ აირს აწვდის ტრანს-ადრიატიკული მილსადენით, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზიტს კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით. მილსადენის მმართველი კომპანიის დირექტორის ლუკა შიეპატის თქმით, კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან კომპანიამ იტალიას 47 მილიარდ 500 მილიონზე მეტი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. მისივე განმარტებით 2025 წელს სამგზით გახდა შესაძლებელი იტალიის მთლიანი ენერგობაზრის 16%-ით დაკმაყოფილება. აზერბაიჯანიდან იტალიისთვის მიწოდებული გაზი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება, რაც საშუალებას აძლევს მათ მოიპოვონ კრიტიკულად აუცილებელი ენერგორესურსი სხვადასხვა ბაზრიდან. ოპერატიული მონაცემების თანახმად 2025 წელს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, კერძოდ კი საბერძნეთში განთავსებული კომპრესორული სადგურის მოდერნიზებამ შესაძლებელი გახადა ბუნებრივი აირის უფრო მეტი, წლიურად დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ტრანზიტი. ევროპის სახელმწიფოები ენერგოდამოუკიდებლობასა და ამ მიმართულებით მიმწოდებლების დივერსიფიცირებას დაფიქრდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. კრემლის კი ექსპერტების აზრით, ენერგორესურსების, კერძოდ კი ბუნებრივი აირის სახით ხელში სერიოზული კოზილი ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო მოსკოვთან ჯერჯერობით ინარჩუნებს საკმაოდ ახლო კავშირებს, ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი არაერთი დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე, რუსულ მხარეს ამ ეტაპზე ოფიციალურ დონეზე არ გასჩენია პრეტენზია, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაზის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად იქცა.